ზოგადად ათეისტები და ისეც ამბობენ, რომ პირობითად კუნძულზე გაჩნდა ვიღაცა ადამიანო, იქ არიანო, ცხოვრობენო, ისლამზე საერთოდ არაფერი არ ცოდნიო და როცა აღსასრულის დღე მომაპირობითადო, მაშინ ღმერთის წინაშე ისლამი არ აქვს მიღებული, არ იცის ისლამის შესახებ. ამას წინაშე ცალკე გამოცდა არის ვიცი, მაგრამ კარგად არ ვიცი ზოგადად რა ხდება, როგორ არის. მე საერთოდ მიგვიძ როცა ათეისტები ლაპარაკობენ ეგეთ რაღაცებს. ათეისტები ისე ღმერთის აჯერათ, მაგაზე რატომ ლაპარაკობენ? არა, იმიტომ ლაპარაკობენ რომ მივით შენში ეჭვი ჩაგდება უნდა ეს კი ვიცი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს ექნება გამოცდა. სიტყვაზე ადამიანი ცხოვრობს ვიღაცა კუნძულზე. არასდროს არ გაუგონია ისლამზე, მაგასაც ექნება გამოცდა. როგორც ექნებოდა ამ დუნიაზე. ისეთი გამოცდა მაგას ექნება. ან გაივლის, ან არ გაივლის. მაგრამ ათეისტებზე გამახსენდა. ერთი აიათი არის, რომელიც ანადგურებს ნებისმიერ ათეისტს. ვინ იცით აბა რომელი აიათი? ამ ხულიყო მინ ღეირი შეინ ამ ჰუმულ ხალიყონ. ათეისტი ალლაჰი ლაპარაკობს იმ ხალხს, ვისა არ აჯერა ღმერთის ასიზახის, ნუ თუ ისინი იყვნენ შექმნილები არაფრისგან, ან ისინი არიან ისინი ვინც შექმნეს. თვითონ არიან შექმნილები. ხო, წარმოვიდგინეთ რაღაცა. ავიღოთ ეს პლანშეტი. აიღოთ ეს პლანშეტი. შეიძლება ეს პლანშეტი თავის შექმნას? ვერა, შეუძლებელია. შეიძლება ეს პლანშეტი არაფერსგან თვითონ გამოჩნდეს? ვერა. მესამე ვარიანტი რაც შეება? ვიღაცას შექმნა პლანშეტი აზზავაჯალ. მაგიტომ რა, ეს არის იგივე. ეს კოსმოსი რომ ეძახიან, სტივ ჰოკინსი, ის რას ეძახის იცით? ანუ კოსმოსი თავის შექმნაო. დიდი აფეთქება თუ ძმებო, როგორი სისულელი უნდა თქვას რა, ადამიანი. ანუ რაღაცა ნიფტიო თავის შექმნაო. ლიჟბე ძმებო უარყოს რა ღმერთი ალლაჰი აზზავაჯალი. როცა მოვა თქვენთან ათეისტ და გეტყვით დამიტკისო რომ ღმერთი არსებობს, თქვენ უთხრეთ, მაგრამ შენ დამიტკისო რომ არ არსებობს. ხანდახან ხალხი გონია რომ მე მეცნიერი ვარ, მაგათ გონიათ რომ ამით რაღაც მაგარ რაღაც იძახენ, ანუ მე მეცნიერი ვარ რა. პირიქით ძმებო, ცნობილი მეცნიერები იძახდნენ რომ შეუძლებელია რომ წმინდა იყოს მეცნიერების გარეშე. დღეს ძალიან ბევრი, ანუ ხალხი ცდილობს ხალხში ჩააგდეს ეჭვები ღმერთის მიმართ და ასე შემდეგ, რომ გადაიყვანოს ხალხი რა, ღმერთისგან უფრო შორს. ცდილობენ ძმებო. მაგრამ ყველა ნების დაიმასვეს ძმებო, დაიმასვეთ რაღაც გეტყვით. ნებისმიერ ეჭვზე, რომელიც თქვენ გიგდებენ თქვენს რელიგიაში, ვინც გინდა იყოს ათეისტები თუ ვინც გინდა იყოს, ნებისმიერ ეჭვზე არის პასუხი. სად არის მე? აი, ცოდნაში ძმებო, ცოდნაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის ცოდნაში ძმებო. ნებისმიერ პასუხი არის რა ყურანში, ნებისმიერ რაღაცაზე. თქვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ეჭვებს გაიგებთ, ანუ ხალხი ცდილობს თქვენ ცხოვრებაში ჩააგდო რაღაცა ეჭვები. იცოდეთ ძმებო რომ მაგაზე პასუხი არის. ან დრო მიეცეთ რომ ისწავლოთ. დრო მიეცეთ.